თქვენ თქვით რომ კოალიცია ცვლილებებისათვის და დღეს კოალიცია არის მთლიანად საქართველოს. ყველა ვისაც აი პირბადებისათვის დაძდევენ, ვისაც არარსებული დანაშაულისათვის იჭერენ, ციხეებში აგდებენ, სხვადასხვა ვადით პოლიტიკოსები არიან ციხეში, აქტივისტები არიან ციხეში, მწერლები, ზვიად რატიანი, ჩემი ბავშვობის მეგობარი, ციხეში, ზვიად ყვარაცხელია გამომცემელი, ციხეში მომღერალი პაატა ბურჭულაძე. ციხეში ვიცი რომ გამოვიდა, ხო, 3 დღე ქონდა მას და სხვადასხვა ვადით აქვს, რა შეიძლება ამაზე ითქვას? ეს არის ხელისუფლების გადაწყვეტილება, რომ ამ ქვეყანაში გაამეფოს შიშის და ტერორის პარადიგმა, რომ არ არსებობდეს სხვა არაფერი პოლიტიკური საკითხების გადაწყვეტა იყოს, მხოლოდ და მხოლოდ შიშის, დუბინკის, ციხეში ჩასმის, გამოკეტვის, ცემის, დახვედრის და ასე შემდეგ. აი ეს არის სიმბოლიზებს ხელისუფლებას დღეს სწორედ აი ეს დუბინკა და სწორედ ეს ძალადობა. როდესაც მათ არ შეუძლიათ პოლიტიკური კრიზისის გადაწყვეტა, პოლიტიკური ნაბიჯებით, პოლიტიკური შეთავაზებებით, სამართლიანი საარჩევნო პირობებით. აი ამ შემთხვევაში უკვე 1 წელია, მანამდე ცხადია, მაგრამ აი ამ გაყალბებული არჩევნების შემდეგ ირჩევენ მხოლოდ და მხოლოდ ერთი იარაღს და ეს იარაღი არის ადამიანების დამცირების, შეურაცხყოფის და ძალადობის იარაღი. რა გამოვა აქედან? ხა პირბადეების გულისათვის გუშინ ვიღაც ხუმრობდა ვაჟებშავე და ცნობილნა დღემ დაიხურა პირბადე. შეიძლება ის დღეც დააპატიმრონ იმისათვის რომ პირბადე დაიხურავ. აი ესეთი ვითარება არის, როდესაც არაფრის გამო, არანაირი დანაშაულის გამო ადამიანებს აპატიმრებენ და მხოლოდ იმიტომ რომ აი ეს როგორმე შეძლონ და დათრგუნონ ადამიანებში თავისუფლების წყურვილი, დათრგუნონ ადამიანებში სურვილი რომ იყვნენ ამ ქვეყნის თავისუფალი მოქალაქე. დათრგუნული არავის არაფერი ეტყობა, იმიტომ რომ გუშინდელი დღე იყო ამის ნათელი მაგალითი, შეიძლება ვთქვათ რომ შიში ადამიანებში გადალახულია, გუშინ უამრავი ადამიანი იყო რუსთაველზე, დღესაც რუსთაველზე ბევრი ხალხი იყო, კვლავ 334 დღეა დღეს პროტესტის, კვლავ გადაიკეტა რუსთაველი, თუმცა ქართულ ოცნებას მუდმივად აქვს რაღაც პასუხი აი იმაზე, რაზეც თქვენ საუბრობდით, ხო, რომ რაღაცნაირად დადრგუნონ აი ეს სურვილი, თავისუფლების სურვილი, უკეთესი მომავლის სურვილი და ერთ-ერთი, რასაც აპირებს ქართული ოცნება და ამაზეც მინდა თქვენთან საუბარი, არის სწორედ პოლიტიკური პარტიების ან ცალკეული პოლიტიკოსების აკრძალვა, რომელსაც აანონსებენ, თუმცა რაღაც გაეწელა სხვათა შორის სარჩელი, რაღაცა უნდა შეეტანათ უკვე და ვერა და ვერ შეიტანეს ეს სარჩელი. ამაზე რა იქნება, თქვენთვის რა შეცვლის პოლიტიკური პარტიებისთვის ეს ყველაფერი და რა უნდა იყოს ამაზე პასუხი? ეს ბრძოლა დაიწყო მაშინ, როდესაც წინააღმდეგობის ეროვნულ მოძრაობას ეძახოდნენ არაფორმალებს, იმიტომ რომ მათ არ ჰქონდათ არც პარტიის სახე, არც არასამთავრობო ორგანიზაციის სახე, ასეთი იყო საბჭოთა სისტემა, ხო, რომელიც არ აღიარებდა ადამიანების გაერთიანებებს. თუ ჩვენ, მე, თქვენ და კიდევ რა ვიცი 10 ადამიანს გვინდოდა რომ ჩვენი მისწრაფებების შესაბამისად დაგვიარსებინა რამე, თუნდაც ეს სახელოვნებო რამ ყოფილიყო, ამის უფლება ჩვენ არ გვქონდა, იმიტომ რომ არ ყოფილიყო ეს გაერთიანებები ადამიანთა დაკავშირება. აი 35 წლის შემდეგ, როდესაც ჩვენ გამოაცხადეთ დამოუკიდებლობა, შევედით გაეროში, ევროპის სტრუქტურებს დაუახლოვდით, ვიზა ლიბერალიზაცია მოხდა, უამრავი ადამიანი ჩამოვიდა, უამრავი ქართველი ჩავიდა ევროპაში, ნახა მსოფლიო და აი დღეს ამათ გადაწყვიტეს ისევ საბჭოთა წყობის აღდგენა და არაფორმალებად გადაქცევა პოლიტიკური პარტიების. ის არის ბოლშევიკებმაც აკრძალეს თავის დროზე ყველა პარტია, რომელიც კი საქართველოში იყო და საქართველოში იყო ბევრი პარტია 1918 წლის შემდეგ. მაგრამ ვერ აკრძალეს ვერც საქართველო, ვერც ქართული იდეა და რაც მთავარია, ვერ აკრძალეს საქართველოს მოქალაქე, ქართველი კაცი, რომელიც აზროვნებს და რომელსაც სურს, რომ ეს ქვეყანა იყოს უკეთესი. ახლა როდესაც ამბობენ პარტიებს კრძალავენო, სინამდვილეში პარტიებს კი არ კრძალავენ მილიონობით ადამიანს, რომელიც ხმას აძლევს აი ამ პოლიტიკურ პარტიებს. სინამდვილეში ეს არის ადამიანების აკრძალვა, ადამიანების გაუცხოება.
უფლებას არ სამშობლოსაგან. რატომ გზალავენ ახლა ამ რატომ მიეცი შენ ხმა, ამიტომ ვეღარ იქნები სრულფასოვანი მოქალაქე და სხვა პოლიტიკურ პარტიაში თუ წახვალ კიდე იმსჯელებენ და შეიძლება ის პოლიტიკური პარტიას გაუქმდეს, იმიტომ რომ მასში აკრძალული პარტიის წევრი იყო შედის ახლა. აი ეს არის ადამიანების აკრძალვა, აი ცნობილი კამიუსეული უცხო მახსენდება, რომელიც აი გაუცხოებულია მთელი სამყაროსგან, გარემოცვისგან, ოჯახისგან, მეგობრებისგან, თავის სამშობლოსგან, ხო? აი ესე უნდა ძალადობით, მაგრამ ღრმად ვარ დარწმუნებული, ამ ბრძოლას არ ჭირდება თუ ასე გახდა საჭირო, პარტიები ჭირდება დემოკრატიას, სხვა ატრიბუტი დემოკრატიას არ აქვს. აქვს პარტიები, რომლებიც გამოხატავენ სხვადასხვა პოლიტიკურ ცხოვრებას, გამოხატავენ სხვადასხვა პოლიტიკურ მოსაზრებას, მაგრამ ის რაც ახლა ხდება საქართველოში, ეს არ არის არც პოლიტიკა, არც კიდე რაღაცა დემოკრატიული პროცესი, ეს არის ნამდვილი ბრძოლა საქართველოს თავისუფლებისათვის და ამ ბრძოლას არასოდეს არც ერთ ეპოქაში ცალკე პარტიები არ ჭირდებოდა. არ ჭირდებოდა პარტია ანწუხელიძეს მაგალითად და საქართველოსთვის ებრძოლა ქაქვსა ჩოლოყაშვილს რომ აჯანყებულიყო სიმართლისათვის, არ ძვიად გამსახურდიას, არც მერაბ კოსტავას, არავის ეს არ ჭირდება. ამიტომ იქნება მაინც მოხდება გაერთიანება. საქართველოს გაერთიანება, ნუ გზა, ამაზეც უნდა ვისაუბროთ. ადამიანების რომელსაც უნდა გაერთიანება, რომელიც ეხლა ძალიან დაქუცმაცებულია, რასაც ხელი შეუწყო იგივე არჩევნებში, თვითმმართველობის არჩევნებში გასვლა არ გასვლის კინკლაობამ და საბოლოოდ გამოვიდა ისე რომ ორი გავიდა, დანარჩენები დარჩნენ ბოიკოტში, საზოგადოებაშიც საზოგადოებასთან მისასვლელი გზებიც რამდენად გააქვთ პოლიტიკოსებს, ან რამდენად გჭირდებათ ერთმანეთთან კონსოლიდაცია და რაღაც საკითხებზე თუნდაც შეჯერება. იგივე ამ სარჩელზე, რომელიც ლელომ შეიტანა, არ თვლით რომ უნდა შეუერთდეს? მე ვთვლი რომ უნდა გავერთიანდეთ ჩვენ იდეის გარშემო. ეს იდეა გულისხმობს იმას, რომ საქართველოს უნდა იყოს და იქნება ევროპული დემოკრატიული თავისუფალი ქვეყანა. აი მის გარშემო უნდა გავერთიანდეთ. სხვა საქმე არის სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების პოლიტიკური გემოვნება, პოლიტიკური მისწრაფებები, მათი ორიენტაციული რაღაცა იდეალები, საითკენ წავიდეს საქართველოს და ამ შემდეგ ამის კამათის დრო ყოველთვის არის და არც შეჩერდება და არც უნდა შეჩერდეს ეს კამათი არასოდეს, მაგრამ ეხლა რაც გარშემოც უნდა მოხდეს და ხდება გაერთიანება და ის თქვენ რომ ახსენეთ ის ერთი წელიწადი, როდესაც ადამიანები ქუჩაში გამოდიან, იქ ხო ყველა პარტიის წარმომადგენელია. აი გუშინაც როდესაც ვიყავი ამ მარშზე, პრაქტიკულად ყველა ადამიანი ვნახე სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების წარმომადგენელი. აი ამის გარშემო იქნება ეხლა გაერთიანება. ანუ საზოგადოების გარშემო უნდა გაერთიანდეს, პოლიტიკურ პროცესს აღარ აქვს მნიშვნელობა, დაკარგა აზრი და მორჩა დამთავრდა პოლიტიკური პროცესი. არ არსებობს არც პოლიტიკური პროცესი. აი ჩვენ ბოლოს ვნახეთ, მე ხლა არა ვარ განწყობილი ვიღაც სხვა პოლიტიკური პარტიების საკრიტიკოდ, მაგრამ ბოლოს ვნახეთ 4 ოქტომბერს ის არჩევნები და ცდილობდნენ ხო პოლიტიკური პარტიები ეთქვათ რომ აი ეს არის პოლიტიკური პროცესი, აქ შეიძლება გამოგლეჯვა, აქ შეიძლება წარმატების მიღწევა. ჩვენ ხო რა ვნახეთ, არამც თუ რამის გამოგლეჯვა. იმ პოლიტიკურმა პარტიებმა 2024-ში რა ხმებიც მიიღეს, აი თავისი საკუთარი ამორჩევლის 70% დაკარგეს. იმიტომ რომ რეალობა არის იქ რომ საარჩევნო ყუთებთან არის სიყალბე, საარჩევნო ყუთებთან არის დამღები და სიმართლე კი არის იმ ბრძოლაში, რომელიც შესახებაც თქვენ ასე ამბობთ. აი ეს ბრძოლა როგორ უნდა გახდეს ისეთი, რომ ხელისუფლების შეცვლა და მოახერხოთ. რა როლი გაქვთ აქ თქვენ? პოლიტიკურ პარტიებს და პოლიტიკოსებს, ცალკეულ პოლიტიკოსებს შეიძლება ეს პროცესი წარიმართოს პოლიტიკოსების გარეშე? აი ეს არა, რა თქმა უნდა, არ შეიძლება პოლიტიკოსების გარეშე, მაგრამ დგება დრო, როდესაც პოლიტიკოსის, მხატვარის, მწერალის, მუსიკოსის ყველა ხდება ეროვნული მოძრაობის ნაწილი. მაგალითად, არ ზვიად რატიანს, არც ნახსენებს ზვიად კვარაცხელიას, არც პაატა ბურჭულაძეს ხო არ უფიქრია ნამდვილად რომ პოლიტიკური კარიერა იყო შესაძლო მათთვის ყველაზე საუკეთესო რამ ხო მათ თავისი მიმართებები ჰქონდათ ამ თავიანთ ცხოვრებაში, მაგრამ ყველას მოუწია ეხლა აქ ჩართვა და იცი რა ლაპარაკობენ ხოლმე მიზეზი ანუ ბრძოლა უნდა იყოს ქუჩაში, ნუ გზა, ამას ამბობთ. უდაოდ, როდესაც აღარ არსებობს პარტიული სტრუქტურები, როდესაც აღარ არსებობს არჩევნები, მაშინ ამ ქვეყნის თავარი სუვერენი ხალხი
იღებს ხმას. ამ ხალხს შეიძლება არ ქონდეს პარტიული რაღაცა მას ისა. რომელიც არ ესმის ამ ხელისუფლებას. გაიგონებენ. როგორ უნდა გააგონოს? ბევრი ხელისუფლებას არ გაუგონია ქართულ ხალხს, მაგრამ გაიგონებენ ამ ხმას. იმიტომ რომ იმას დიდ დანაშაული ვიდრე საკუთარი ხალხის მოტყუება და საკუთარი ხალხის დათრგუნვა არ არსებობს. და ამ ხელისუფლებას თუ არ ესმის საკუთარი ხალხს, მაგრამ გაიგონებს. ეხლა ამ დროს ჩნდება ხოლმე კითხვა და როდის იქნება ეს მესმის, აი ეს კითხვა უკვე ჰაერში არის. მესმის თქვენ შეიძლება დასვათ, ყველანი ვსვამთ, ჩვენ გულებში ვსვამთ ამ კითხვას. როცა იქნება ბევრი ხალხი, როცა იქნება კიდევ უფრო ამას აქვს მნიშვნელობა, მეტი ადამიანი. ჩვენ 100,000-ობით ადამიანიც გვინახავს, ნუ გზარ კიდევ უნდა ვნახოთ და გვინახავს და 1000-ობით ადამიანი და გვინახავს ცოტა ნაკლებიც. ყოველ დღე რუსთაველზე არიან უშიშარი ხალხი მიდის და ყოველ დღე საკუთარი ხელისუფლება გაიგებდა ამ ხალხის ხმას. აი ამის ეს არ არის დემოკრატიული ხელისუფლება. აი ეს მთავრობა ქართული ოცნების, ხო? რაც ვნახეთ ახლა, რაც არიან კიდე ბოლო დღეებში, ვნახეთ ამაზეც იმედია ვილაპარაკებთ აი ამ ქურდობაზე, კორუფციაზე, რომელიც მათ ახლა ნებისმიერი მთავრობა, რომელიც რეალურად დაყრდნობილია ხალხის ნებას, ხო, აუცილებლად გაიგონებდა ამ მოქალაქეების ხმას. ამიტომ რომ მათ დაკარგეს სახალხო საყრდენებიც და მორალური საყრდენებიც, ელექტორალური საყრდენებიც დაკარგეს ერთადერთი ახლა რითაც არიან შეპყრობილები ეს არის მხოლოდ და მხოლოდ ეს მაფიოზური და კლანური რაღაცა კავშირები, რომელიც აიძულებს მათ ხან ერთმა მეორე დაიჭიროს, იქ ტყვია ესროლონ ვიღაცას, ან თვითკვლელობის მიზნით გაასროლინონ ტყვია, აი ესეთი ცინიზმით შეაგდონ ციხეში, როგორც ღარიბაშვილს გაუკეთეს. ჩვენ ხო ვნახეთ რა არის, ამათი ძალადობა, ძალმომრეობა, სისასტიკე ჩვენ ნანახი გქონდა. მაგრამ აი ახლა დავინახეთ ის ოქროს ზოდები, რომლებიც მათ სახლებში იყო. პირდაპირ სისხლში და ნადავლში ცურავენ ახლა. აი ქართული ხალხისთვის წართმეულ ფულში და ნადავლში ცურავენ ახლა და სახლებში აქვთ ეს ოქროს ზოდები დაწყობილი. აი ამ ამიტომ არ ესმით ეს ხმა და რაც უფრო მძიმეა დიქტატურა, რაც უფრო ნაკლებარი თავის ხალხზე დანდობილი და არის რუსეთიდან თუ სხვა ქვეყნიდან მით უფრო ნაკლებად ესმით მას საკუთარი ხალხის ხმა. ასე არ ესმის ივანიშვილს დღეს ქართული ხალხის ხმა და გონია რომ აი ფულით, აი ამ კავშირებით, ან ბევრი ჯარისკაცი, ბევრი ზუჩიანი და ჩაჩქანიანი სპეცრაზმელი დათრგუნავს ჩვენი ხალხის ნებას, მაგრამ ამაზე საბჭოთა კავშირი იყო ქვეყანა, რომელსაც კაცზე თითო ავტომატი ჰქონდა, კაცზე თითო ტანკი ყავდა, მაგრამ როდესაც დაიმსხვრა მისი მორალური, სოციალური და სხვა საყრდენები, ხო ეს საბჭოთა კავშირი დაეცა, ვისთან დაეცა? გახსოვთ ის 9 მაგრამ ამ საყრდენების მორყება არის რთული, ნუ გზარ, მაგას ვამბობ, ამიტომ რა ამას ჭირდება სწორედ დიდი მოძრაობები, დიდი თავგანწირვა, რასაც ახლა აკეთებენ ადამიანები, ხო, მიდიან დაჭერებზე, მიდიან მრავალწლიან ციხეებზე. თქვენ რო კოალიცია ახსენეთ, იმ კოალიციის 4-ვე ლიდერი არის დღეს ციხეში. და არა მარტო ლიდერი. და კიდევ უამრავი ხალხი, კიდევ ახლა მარტო არ მინდა პოლიტიკოსებზე ვილაპარაკო. ასობით ადამიანი, თან იძახიან რომ 30 კაცი კეტავს რუსთაველზე და თან უკვე 300 კაცი ყავთ დაჭერილი. აი ამათი ლოგიკა ახლა ეს არის. ამათი ლოგიკა, ამათი სახე, ეს ყველაფერი ჩვენთვის უკვე ცნობილია, გასაგებია და არა მარტო ჩვენთვის. ქვეყნის ფარგლებს გარეთაც უკვე იციან რა არის ეს ქართული ოცნება, რომ ეს არის რეჟიმი. ამას ყველაფერს თავის სახელი დაარქვა. ახლა მთავარი არის როგორ უნდა მოხდეს ამის შეცვლა და იგივე იმ საყრდენების მორყება. ამას ვკითხულობ მე. პოლიტიკოსები რა ხან მყავს დღეს ეთერში? ყველა ფენის კონსოლიდირებით. ყველა ფენის კონსოლიდირებით. თქვენ რა როლი გაქვთ ამ კონსოლიდირებაში? ცდილობდა ქართული ოცნება სუთავიდან. აი ანატომიას ავხსნით ჩემი აზრით, როგორც არის. პირველ თვეებში რას ცდილობდა ქართული ოცნება, რომ აი ყველა არის კარგი საქართველოში, მაგრამ არსებობს ერთი ცუდი პოლიტიკური პარტია, რომელიც შპრიცებს ყრის სადარბაზოებში და ამ შემდეგ და ეს არის ნაციონალური მოძრაობა და ამიტომ ამათ რომ მოვაშთობთ, მე ყველაფერი კარგად იქნება. ემატება და ემატება. ეხლა თურმე მეორე პარტია ცუდია, მესამე ცუდია, მეხუთე ცუდია, ყველა პარტია ცუდი გახდა. მაგრამ როდესაც აი ამ პარტიების დემონიზებასკენ წავიდნენ ბოლოსკენ,
მე უცებ ქართულმა საზოგადოებამ ამოიღო ხმა ის მიხვდა რომ სხვა რამეში იყო საქმე და უცებ ნახეთ რომ თეატრალური საზოგადოება გამოვიდა ნახეთ რომ მწერლები გამოვიდნენ ყველა ექიმები გამოვიდნენ და ეხლა მიმდინარეობს პროცესი როცა ესენი უპირისპირდებიან ყველას მთელ ქართულ ხალხს ამიტომ თქვი გადაცემის დასაწყისო პარტიებს კი არ კრძალავენ საქართველოს მოქალაქეს ქართველ კაცს იმ ადამიანს რომელსაც ამ ქვეყნის მომავალზე აქვს პასუხისგებლობა იმას კრძალავენ და სხვა გზა გარდა კონსოლიდაციის ასე მოფიქრალი ადამიანების არ არსებობს. ეხლა არის რა სხვადასხვა პლატფორმები იქმნება, იცით? ეს პლატფორმები შეიძლება არ იყოს ისეთი, რომ აი როგორც დაფუძნება ზუსტად ისეთი იყოს. იმიტომ რომ მე სხვადასხვა ადამიანები ამბობენ, მოდი არჩევნებში წავიდეთ, იქნებ ამ გზამ გაამართლოს, მაგრამ ჩვენ გვაქვს ის გზა, რომელიც აქვს ქართულ ხალხს, რომელი გადაწყვეტილებას ქართულმა ხალხმა მიიღო გაყალბებული არჩევნების შემდეგ 1 წლის წინ. არ შეიძლება რომ ხალხი მაიაროს პარტიის ჭკუაზე. ხოლო პარტიამ ნამდვილად უნდა გამოხატოს თავისი ხალხის მოსაზრებები, საქართველოს მოქალაქის მოსაზრებები. გამოგეხატათ ხალხი რამდენი ხანი ამბობდა რომ კონსოლიდაცია ერთობა გვინდაო და ვერ დააყენეთ ამას საშუალება. ამ საკითხებთან დაკავშირებით არის კონსოლიდაცია ნამდვილად. ეხლა იყო ეს შემთხვევა, როდესაც ორ პოლიტიკურ პარტიას კიდევ ერთხელ ვამბობ, ეგონა რომ შეიძლება ადგილობრივი თვითმმართველობის არა მარტო ახლა ვამბობ, მე დაამარცხოს ხო ქართული ოცნება. ნუ შედეგად მიიღეს ის რომ თვითმმართველმა ამორჩეველმა უარყო ეს ხალხი. მე ვარ ძალიან დაიმედებული, რომ ბევრი მაინც გამოჩნდება მათ რიგებში, გამოჩნდებიან ისეთი ადამიანები, რომლებიც გაუსწორებენ თვალს იმ რეალობას, რაც საქართველოში არის. რეალობა არის ერთადერთი. ერთ მხარეს არის სისხლიანი დიქტატორი, ერთ მხარეს არის ადამიანი, რომელიც საქართველოს ცივილიზაციურ პერსპექტივას უსპობს, მეორე მხარეს არის ქართველი ხალხი. მთელი თავისი ისტორიული ლაიტმოტივით, რაც დაფუძნებული იყო იმაზე, რომ ჩვენ ვართ ქრისტიანი ერი და ვისწრაფით ქრისტიანული ევროპისაკენ. ეს არის დილემა ქართული საზოგადოების წინაშე, საქართველოს წინაშე და შეუძლებელი არის უბრალოდ, რომ ერთმა აღზევებულმა დაბიომ დაამარცხოს ქართული ხალხის ეს საუკუნოვანი სურვილი. 13 წელია ეს ვინც თქვენ ახსენეთ. მაგრამ ბრძოლაც არ გაჩერებულა. ბრძოლაც არ გაჩერებულა, მაგრამ სადღაც უნდა მოხდეს რაღაც გარკვეული ცვლილება. მადლობა